არა ადრეულ ქორწინებას, ასეთი იყო გაეროს მოსახლეობის ფონდის გზავნილი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. გაეროს მოსახლეობის ფონდში აცხადებენ, რომ ადრეული ქორწინების საზიანო პრაქტიკა, რომელიც ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა, საფრთხეს უქმნის გოგოების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და ზღუდავს მათ მომავალ პერსპექტივებს. რა გამოწვევები არსებობს საქართველოში ამ თემასთან დაკავშირებით? ნანა ავალიანთან, გაეროს მოსახლეობის ფონდის გენდერის პროგრამის ანალიტიკოსთან ვაგრძელებთ საუბარს. ნანა, მოგესალმებით. თავდაპირველად რომ გითხრათ, არა ადრეულ ბავშვების ასაკში ქორწინებას, როგორც უკვე აღნიშნე, ასეთი იყო წელს გაეროს მოსახლეობის ფონდის მთავარი გზავნილი. როდესაც ვსაუბრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით, რა მთავარი გამოწვევები რჩება საქართველოში? მოგესალმებით, უკვე წლებია, რაც გაეროს მოსახლეობის ფონდისთვის 1 ივნისი ასოცირდება ბავშვების დაცვასთან ისეთი საზიანო პრაქტიკისგან, როგორიც არის ადრეული ქორწინება. მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზე ჩვენ ვახორციელებთ არაერთ პროგრამას სახელმწიფო უწყებებთან, არასამთავრობო სექტორთან ერთად, რა თქმა უნდა, ამ მხრივ გამოწვევები კვლავ არსებობს. არაერთი კვლევა ცხადყოფს იმას, რომ კვლავ პრობლემური არის სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაცია ამ საკითხზე და სწორედ ამიტომ ჩვენ ჩართულები ვართ რეფერალში მონაწილე სხვადასხვა უწყებისთვის გაიდლაინების, სტანდარტული ოპერაციული პროცედურების შემუშავების პროცესში. ამასთანავე, რა თქმა უნდა, პრობლემურად რჩება ისევ საზოგადოების ცნობიერება, იმიტომ რომ საზოგადოების ნაწილი ადრეულ ქორწინებას ვერ აღიქვავს ვერც ერთის მხრივ უფლებების დარღვევად და ვერც მეორეს მხრივ დანაშაულად, რომელიც გათვალისწინებული არის უკვე სისხლის სამართლის კოდექსითაც. ნანა, საუბრისას თქვენ ახსენეთ ცნობიერება, ამასთან დაკავშირებით უფრო დეტალურად გკითხავთ. რამდენადაც ვიცი 2018 წლის მონაცემებით 20-24 წლის სასაკის ქალთა 14% აღნიშნავდა, რომ 18 წლის ასაკამდე შექმნა ოჯახი. სრულყოფილი სტატისტიკა ამ მიმართულებით არ არსებობს, თუმცა 2018 წლიდან მოყოლებული დღემდე ცნობიერების ჭრილში, ცნობიერების თვალსაზრისით, როგორ არის შეცვლილი ეს მდგომარეობა? დიახ, ჩვენ გვაქვს ფაქტობრივად უკვე 7 წლის წინანდელი მონაცემი, რომელიც საუბრობს იმაზე, რომ 14% არის ადრეული ქორწინების პრევალენტობა ქვეყნის მასშტაბით. 2024 წელს ჩატარდა კვლევა და ამის წინასწარი მონაცემები გვაქვს, თუმცა ამ ეტაპზე არ არის საბოლოოდ დამუშავებული, მაგრამ იმ მონაცემებით, რაც გვაქვს, ფაქტი არის, რომ ეს მაჩვენებელი არის შემცირებული და ამავეს მოწმობს სახალხო დამცველის ანგარიშით საპარლამენტო, სადაც ყოველ წელს ფასდება ადრეული ქორწინების მდგომარეობა ქვეყანაში და გარკვეული კლება გვაქვს ამ მიმართულებით. რაც შეეხება ცნობიერების ამაღლებას, ჩვენ ფაქტურად ყოველ წელს სკოლებში ვატარებთ ცნობიერების სამაღლებელ კამპანიას, იმისთვის, რომ ბავშვებს მივაწოდოთ ინფორმაცია იმაზე, რომ პირველ რიგში ადრეული ქორწინება წარმოადგენს დანაშაულს და ასევე ვესაუბროთ იმ მძიმე შედეგებზე, რასაც იწვევს ადრეული ქორწინება, როგორც ბიჭებისთვის, ისე რა თქმა უნდა გოგოებისთვის, იმიტომ რომ გოგოებისთვის კიდე დამატებით რისკებთან არის ეს დაკავშირებული. გარდა ამისა, ჩვენი საქმიანობა არის რეგიონებში გაშლილი, ჩვენ ვსტუმრობთ ისეთ ადგილებს, როგორც არის მაგალითად მაღალმთიანი აჭარა, აუცილებლად ჩავდივართ ეთნიკური უცირესობებით დასახლებულ ტერიტორიაზე, რომ მაქსიმალურად შევძლოთ ყველა ახალგაზრდის ინფორმირება აღნიშნული საკითხის შესახებ. საუბრისას თქვენ ახსენეთ სკოლები და ამასთან მიმართებით გკითხავთ, როდესაც საუბრობთ ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებით, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვებს ჰქონდეთ ინფორმაცია ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების შესახებ განათლებაზე და სკოლის როლი როგორია ამ შემთხვევაში? რა თქმა უნდა, განათლების ჭრილში განუზომელი არის საგანმანათლებლო სისტემის სკოლების როლი. განათლება ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების შესახებ გულისხმობს ახალგაზრდების აღჭურვას ისეთი უნარებითა და ინფორმაციით, რომელიც მათ დაიცავს მათ შორის ბულინგისგან, მათ დაიცავს ჩაგვრისგან, მათ მიაწვდის ინფორმაციას ისეთ საკითხებზე, როგორიც არის თანასწორობა, ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობაც მათ შორის და ეს გარკვეულწილად წარმოადგენს მათთვის აი საბაზისო უნარებისა და ინფორმაციების მიწოდების საშუალებას, რაც შემდგომში მათ დაეხმარება სხვადასხვა სახის ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში, მათ შორის ადრეული ქორწინების პრევენციის მიზნითაც და სხვა სახის ძალადობის პრევენციის მიზნითაც. და ჩვენი საუბრის ბოლოს გკითხავთ, თქვენ კამპანიებზე არაერთხელ გაამახვილეთ ყურადღება ახლახან საუბრისას, რა ქმედითი ნაბიჯები არის კიდევ გადასადგმელი აი ამ პრობლემის, ამ გამოწვევის მეტნაკლებად კიდევ უფრო შესამცირებლად, ასე ვთქვათ.
ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ წელს საფართან ერთად შევძელით ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებით ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიის ჩატარება, გულისხმობს სოციალურ ქსელში. ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად შევძლოთ ახალგაზრდებისთვის და აუცილებლად მათი მშობლებისთვის ინფორმაციის მიწოდება, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 10 წელი გავიდა მას მერე, რაც სამოქალაქო კოდექსმა ცალსახად დაადგინა ქორწინების ასაკად 18 წელი. ჩვენ აი ადგილზე შეხვედრებისას ხშირად ვაწყდებით ხოლმე ისეთ შემთხვევებს, როდესაც მართლა არ აქვთ ამ ადამიანებს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადრეული ქორწინება არის აკრძალული, არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სისხლის სამართლის კოდექსით არის დასჯადი, მაგალითად 16 წლის ასაკს მიუღწეულ პირთან სქესობრივი კავშირი. ამიტომ ვფიქრობთ, რომ აი ცნობიერების ამაღლების კამპანიები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩართული იყოს ყველა ის პირი, რომელიც მონაწილეობს რეფერალის პროცესში, მათ შორის განათლების სისტემა, სამართალდამცავი უწყებები და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუციები. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ პასუხობდით Euronews Georgia-ს კითხვებს. ნანა ავალიანი გაეროს მოსახლეობის ფონდის გენდერის პროგრამის ანალიტიკოსი საუბრობდა ჩვენს ეთერში.